2021 წლიდან ყველაფერი უკან წავიდა. აბსოლუტურად ნულამდე დაიყვანეს რა საქმიანობა, რასაც ააგენტო აკეთებდა. ქართული არქეოლოგია არის მომაკვდავ მდგომარეობაში. ძალიან დიდი პროექტები გააჩერეს. ამ ყველაფერზე ამ სასამართლომ თვალი ვერ დახუჭა. ეს უბრალოდ დადგმული სპექტაკლი იყო. ეს ამ სცენაზე ვარ, იმიტომ რომ უნდა დაგიფშოთ. მე არის ეს პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რა ეცახი ჩემი აერიოლის ენას როჟვიში არინახავს ასხანხა პრობლემა ვიბრძოლოთ ერთად ჩვენთან არის პრობლემა კულტურის სფეროში 2021 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც მინისტრ წულუკიანის გადაწყვეტილებით კულტურის სხვადასხვა სფერომ 100-ზე მეტი სპეციალისტი დაკარგა. ეს ყველაფერი რეფორმის სახელით. სერიოზული რეფორმა განხორციელდა, ზოგი ამას რეპრესიებს უწოდებს. თეა წულუკიანმა კულტურის სამინისტროში იუსტიციიდან საკუთარი ნდობით აღჭურვილი, მაგრამ სფეროში გამოუცდელი კადრები მოიყვანა და ხელმძღვანელობა ანდო. მაგალითად კახაბერ ჭუმბაძე, ყოფილი პროკურორი, ზურაბ ჯვანიას საქმის გამომძიებელი, ეროვნულ მუზეუმში კოლექციების დაცვა-აღრიცხვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ნიკოლოზ ზაზნაურაშვილი, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორად დაინიშნა. ნიკოლოზ ახალბედაშვილი, იუსტიციის მინისტრის ანუ წულუკიანის მრჩეველი და საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე, ეროვნული მუზეუმის დირექტორად დაინიშნა. დაშინება იქნება, დამიჯერეთ ყველასთან მოვლენ. წულუკიანის რეფორმის შედეგად სამინისტროს სიპებიდან პროფესიონალების უკანონო გათავისუფლებამ არამხოლოდ კულტურის სფეროს მიაყენა სერიოზული ზიანი, არამედ დაანგრია ათობით ადამიანის კარიერა. დაიკარგა კადრების ფასდაუდებელი გამოცდილება. შეჩერდა საერთაშორისო პროექტები, უსამართლობის განცდის გამო კიდევ უფრო გადაიტვირთა სასამართლოები და ბიუჯეტმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 100,000-ობით ლარი იზარალა. ამაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ ეგრეთ წოდებული რეფორმის ფარგლებში სხვადასხვა დაწესებულებებიდან სულ 104 ადამიანი გაათავისუფლეს. როგორც გათავისუფლებულები ამბობენ, ეს რიცხვი გაცილებით მეტია. მოვიდნენ და პირველი რაც გააკეთეს, გააჩერეს პროექტები. ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, რესტავრატორები, არქეოლოგები, მეცნიერები თავიდანვე აპროტესტებდნენ და აკრიტიკებდნენ წულუკიანის ამ პოლიტიკას. პასუხად კი გათავისუფლების მეორე ტალღა მიიღეს. 2021 წლიდან ეს კი სამუზეუმო სფეროზე, განსაკუთრებით ეროვნულ მუზეუმზე დაიწყო, არ ვიცი, არნახული თავდასხმა. იყო პირდაპირ ბრალდებები, ადამიანები, მერე ვთქვათ, პროკურატურაში დაიბარეს, შექმნეს რაღაცა დამაშინებელი და ზეწოლის მომხდენი ორგანო, რომელსაც დაარქვეს კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, რომ აი შეეფუთათ რაღაც როგორც ინსპექცია, სადამსჯელო, ასე ვთქვათ, რაღაცა ორგანო. ეროვნული მუზეუმიდან პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ წიქარიძეც გაათავისუფლეს. დღეს ის ილიაუნის უნივერსიტეტში თავის 22 წლიან გამოცდილებას სტუდენტებს უზიარებს. რომელიც აღნიშნავს ამ ერთეულს შეესაბამება კლიმატს და ჯიშს. პარალელურად კი სხვა გათავისუფლებულებთან ერთად მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი დააფუძნა და მინისტრის პოლიტიკური გადაწყვეტილებით შელახული უფლებებისთვის სასამართლოში ერთად იბრძვიან. ნიკა ერთ-ერთია, ვისი მუზეუმიდან გათავისუფლებაც სასამართლოს პირველივე ინსტანციამ უკანონოდ სცნო. სამინისტროს შესაბამის უწყებას კი კომპენსაცია და განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. მუზეუმს კი აღნიშნული გადაწყვეტილება არც კი გაუსაჩივრებია. სტუდია მონიტორთანის რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ გასაუბრებებს იხსენებს. ზოგთან მაგალითად ძალიან უხეში ფორმა ქონდა, ზოგთან საერთოდ დაკითხვის ფორმა ქონდა, Facebook-ზე ისე რატო დაწერე, იქ რატო გაგვაკრიტიკე, თითქოს კრიტიკა რაღაცა დაუშვებელი იყოს, სამუზეუმო სფეროს სჭირდება კრიტიკა. ჩვენ ბევრი ხარვეზი გვაქვს მუზეუმში. მაგის გამოსწორება შესაძლებელი იყო, მაგრამ იმის მაგივრად გამოსწორებული იყო გაუარესდა, გაცილებით, მივიღეთ ავტორიტარული რაღაცა ფორმა, რომ იქ ვიღაცებს იბარებდნენ, იქ რატო მიეცი ინტერვიუ, იქ რატო წახვედი, აქ რატო მიხვედი. უბრალოდ ამას ასევე შეეწირა ქართული მეცნიერება. წულუკიანს ძალიან უყვარდა, რომ აი მე თქვენ ღაწმოსილი მეცნიერებს ჩაგრავთ და მე დავიცავ და მოვიდა და 23 მართლა აი ეს ქართული მეცნიერება ამ სფეროში ვინც შექმნა, ისინი გაუშვეს. შედეგი არაფერი არ იყო გარდა იმისა, რომ ქართული მეცნიერება ამ სფეროს მეცნიერებამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. This I don't have
ღვაწლმოსილი სპეციალისტების გათავისუფლებამ, რომ ქართული მეცნიერება უკან დახია, სტუდია მონიტორთან უცხოელი არქეოლოგებიც საუბრობდნენ. დღეს გვყავს ძლიერი კორპუსი პრეისტორიკოსების და არქეოლოგების საქართველოში, რაც 30 წლის წინ არ არსებობდა. უცებ ვხედავთ ამ ადამიანებს ამ ყველაფრისგან შორს გარიყულს. ეს იგივეა, რაც ქართულ კულტურას თავი წააცალო, რომ ქართული არქეოლოგია დააბრუნო ერთი ან ორი თაობით უკან წარსულში. შენ ვერ შეძლებ ასე უბრალოდ დაიქირაო ვიღაც ახალი, რომელსაც ეს ყველაფერი ეწოდინება. გაათავისუფლეს 130-ზე მეტი ადამიანი. ძეგლთა დაცვის სააგენტომ ანის შეროზიას სახით რესტავრატორი და პრევენციული კონსერვაციის სპეციალისტი დაკარგა. პირველმა ორმა ინსტანციამ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. უზენაესმა სასამართლომ კი ანის შეროზიას გათავისუფლებაც უკანონოდ სცნო. სახელმწიფო ბიუჯეტს კომპენსაცია და განაცდურის ანაზღაურება დაევალა. ანი იხსენებს, რომ მინისტრ წულუკიანის რეფორმის ფარგლებში 4 მსხვილი პროექტი შეჩერდა. ყველა პროგრამა შეაჩერეს მიმდინარე, რაც იყო, მათ შორის გამოცემები, გამოფენები, კონფერენციები, ძალიან დიდი პროექტები გააჩერეს სოფლიო ბანკის დაფინანსებული. ბოლო რამდენიმე წელი, რაზეც მუშაობდით, ეს იყო სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია, ცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაცია, ნოქალაქევის მუზეუმის და ბორჯომის მუზეუმის ერთ-ერთი ფილიალის, ეგ ეწოდებული კავალერის. ეს იყო 4 ძალიან დიდი პროექტი. დაწყებული მუზეოგრაფიიდან, კოლექციების დაცვის მიმართულებით, მცხეთაში ლაბორატორია უნდა ყოფილიყო სარესტავრაციო, ამ ყველაფერზე მუშაობდით და ჩვენი გუნდი. ის რესურსიც კი არ იყო საკმარისი და ვიწვევდით სხვა სპეციალისტებს რაღაც საკითხებში და ეხლა გახსნილი უნდა იყოს ეს მუზეუმები. არც ერთი მუზეუმი არ არის გახსნილი. 2004 წლიდან მე მთლიანად გადავერთე კულტურულ მემკვიდრეობაში. ეკა მაისაიაც ძეგლთა დაცვის სააგენტოდან გაათავისუფლეს. მან სააპელაციო სასამართლოც მოიგო და დავას უზენაესში განაგრძობს. რა კადრებიც გაუშვეს ამ სფეროდან, ეს არის ისეთი შეუქცევადი პროცესი ამ სფეროსთვის, ძალიან რთული. ის რომ გელაჩი ეს ხდება, ის რომ ჯვარს პრობლემები აქვს, ის რომ სვეტი ცხოველს პრობლემები აქვს, მაგრამ სპეციალისტი არ ყავთ. შეიძლება გენერალური დირექტორი მოვიდეს საჯელახსრულების დაწესებულების საიდანაც მოვიდა. ეკა მაისაიამ და ანის შეროზიამ რეორგანიზაციის ფარგლებში გაიარეს ზოგადი უნარების ტესტირება და გასაუბრებაც, რომელიც მათი თქმით დაკითხვას უფრო ჰგავდა თანაც აუდიო-ვიდეო ჩაწერის გარეშე. გასაუბრებაზე რომ მივედით, ეს გითხრას რომ თქვენი სამსახური გაუქმებული. ანუ მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ გასაუბრებას? კომისიის წევრები უკლებლივ ყველა იყო საერთოდ სხვა სფეროდან, უშიშროებიდან, პენიტენციურ დაწესებულებებიდან და ასე შემდეგ. გასაუბრებები იყო ძალიან იაფასიანი მათი მხრიდან, დემაგოგიური, ღირსების შემლახველი, მაგალითად იყო ესეთის, რომ რატო ბეჭდავთ ამდენ წიგნებს ეს მაკულატურა, ძალიან დამცინავად თან, რომ მომინდომეს კონფერენციები. სცენა მახსოვს ამ დაძაბულობაში, ფეხზე იდგა და ეს თქვენ ხართ მათემატიკოსი და აი მაშინ ვიფიქრე რომ რაღაცა დავაშავე. ანუ რაღაცა დანაშაული შეგრძნება უკვე წამოვიდა რომ ანუ რა რომ მათემატიკოსი ვარ. მაწერინეს უნარების ტესტი და მე მეუბნებიან რომ ეს არაფერ შუაში არ არის. არ იყო ვიდეო ჩაწერა. აი ერთადერთი შემიძლია ვთქვა რომ ოქში რაც წერია არის მართალი ჩემი სახელი და გვარი. სხვა ყველაფერი არის ტყუილი. რამდენიმე თანამშრომელმა, რომელმაც კომისიას უნდობლობა გამოუცხადა და გასაუბრებაზე არ მივიდა, სასამართლომ მათი გათავისუფლება კანონიერად ცნო. სამწუხაროდ ასეთი კატეგორიის საქმეებში არსებული პრაქტიკით სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ თანამშრომელს ჰქონდა ვალდებულება ამ ყველაფერი პრობლემის მიუხედავად მაინც მისულიყო გასაუბრებაზე, გაევლო ეს პროცესი და შემდგომ მას უნდა მიიღო გარკვეული შეფასება. და სასამართლომ გარკვეულ საქმეებში არ მიიღო მხედველობაში უშუალოდ თანამშრომლის მთელი რიგი არგუმენტები კომისიის წევრებთან მიმართებით, რომლებსაც ზოგიერთ შემთხვევაში პირადი დაინტერესებას კი ჰქონდათ, რომ არ შეეფასებინათ ობიექტურად კონკრეტული თანამშრომლები, ვინც გასაუბრებაზე უნდა მისულიყვნენ. სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციამ ჯერჯერობით მხოლოდ 53 საქმეში მართლაც დაადგინა, რომ მინისტრ წულუკიანის რეფორმამ ათობით პროფესიონალი უკანონოდ ჩამოაშორა კულტურის სფეროს. ზოგი სასამართლო დავას ზემდგომ ინსტანციებში განაგრძობს.
ჩვენ გავათავისუფლოთ არაერთი თანამშრომელი, რომელიც იყო არაკომპეტენტური ჩვენი განასახებიდან. როგორც წესი, თანამშრომლების გათავისუფლება ხდებოდა თვალთმაგცური ან მოჩვენებითი რეორგანიზაციის საფუძვლით. გათავისუფლებულთა უფლებებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს. ძირითად შემთხვევაში თანამშრომელთა გათავისუფლება იყო უკანონო, რიგ შემთხვევებში იყო სადავო უშუალოდ აი ამ კომისიების დაკომპლექტების წესი, თვითონ კომისიის წევრების კომპეტენცია, რომლებსაც უნდა შეეფასებინათ კონკრეტული სპეციფიური დარგის სპეციალისტების ცოდნა, გამოცდილება, კომპეტენცია და ასე შემდეგ. 100% წარმატებული საქმეები გვაქვს. ვერც ერთი მაგალითი აი ამ საქმეებში ვერ დადოთ ამ საქმეებმა, რომ ამ ადამიანებმა რამე დააშავეს. ან თავიანთი ვალდებულებები ვერ შეასრულეს და ასე შემდეგ, ხო? ამ პროცესში და ეს იყო ღირსების პროცესებიც, რატომ? იმიტომ რომ ამ ადამიანებზე არა პირდაპირ, მაგრამ თქვეს რომ ესენი იყვნენ არა პროფესიონალები, მათ არ ჰქონდათ კარგი კვალიფიკაცია და ამასაც ედავებოდნენ. ჩვენ 33 დავა გქონდა ჯამში, 12 უკვე დასრულებულია სრულად წარმატებით, დანარჩენი არის მიმდინარე საქმეები. დავები გრძელდება წლების განმავლობაში, ანუ შესაბამისად განაცვლის გამოთვლა ხდება ამ პრინციპით, რომ გათავისუფლებიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ხდება დათვლა ამ განაცვლის. შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადის 100.000-ობით, მილიონობით ლარი, მარტო ჩვენს მიერ ნაწარმოებ თანხებზე უკვე 9 მილიონს ასწდა ეს თანხა, რომელიც უნდა მიიღონ ამ რაღაც მცირე დამთავრებულ საქმეებზე და კიდევ 21 საქმე გვაქვს მიმდინარე. შესაბამისად ეს არის წარმოუდგენლად დიდი მატერიალური ზიანი, რომელიც ადგება ბიუჯეტს. ხელმძღვანელის, მინისტრის იქნება თუ სააგენტოს დირექტორი იქნება მათი უპასუხისმგებლო ქმედების და უკანონო გადაწყვეტილებების გამო. საიამ სახალხო დამცველს უკვე გათავისუფლებული თანამშრომლების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ მიმართა, რადგან გათავისუფლების შემდეგაც კი მეცნიერებს სამინისტრო სხვა ინდივიდუალურ პროექტებში ბლოკავდა. მათ როგორც მეცნიერებს ჰქონდათ იმის უფლებამოსილება, რომ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად გარკვეული საგრანტო დაფინანსებები და პროექტები განახორციელებინათ, თუმცა მათ ამისთვის სჭირდებოდათ უკვე ბოლო ეტაპზე თანხმობის მიღება სამინისტროსგან და შემამის ხელმძღვანელობისგან, რაც მათ ვერ მიიღეს და ეს ცალსახად გამომდინარეობდა სწორედ ამ ადამიანების განსხვავებული მოსაზრებებიდან გამომდინარე. აი ამ ფაქტებზე ჩვენ მივმართეთ პირველ ეტაპზე სახალხო დამცველს, სახალხო დამცველმა შეისწავლა საქმე და დაადგინა დისკრიმინაციული მოპყრობა. გათავისუფლებულთა მოთხოვნა სამსახურში აღდგენაც იყო, თუმცა ძირითადად თანამდებობებს აუქმებდნენ და სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად მათი აღდგენა ვეღარ მოხერხდა. ეს ქვეყანა გაჩვენებს, რომ საერთოდ აჭირდება პროფესიონალი ადამიანი. როგორც იურისტები ამბობენ, ეგრეთ წოდებული რეორგანიზაციის სქემის არსიც სწორედ ეს იყო. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი გადაწყვეტილება, რომელ გეგმასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებოდა იგივე მუზეუმი, მაგალითისთვის ვთქვათ, ხო, რაღაცა კულტურის სამინისტროს სიპები. კულტურის სამინისტროს სიპები, რომლებმაც დაიწყეს ეგრეთ წოდებული რეორგანიზაცია იმისთვის, რომ ამ ადამიანების გათავისუფლების ფორმალური საფუძველი დამდგარიყო. ეს უბრალოდ დადგმული სპექტაკლი იყო. დღეს ამ სცენაზე ვარ, იმიტომ რომ უნდა დაგემშვიდობოთ. მე არის ის პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რა ეცახია ჩემი აერიულის და დამიბარეს და მივდივარ და როლიც გაირკვევა ალბათ რა მაქვს მომაჩენილი ძალიან მალე. ეხლა ვილაპარაკოთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. როლი გაირკვა. კულტურის სფეროში პროფესიონალი კადრების უკანონოდ გათავისუფლების გამო რეპრესიების სახელით ცნობილი მინისტრი დღეს პარლამენტში საგანგებოდ შექმნილ საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს. რომ არ დავიბნე. ადეიშვილის კადრი იყავით, გაერთიანება რა კი მოხდა. თუ მერაბიშვილის კადრი იყავით. არა, მე შინაგან საქმეთა სამინისტრო უშიშროების სამინისტროში მაშინ როცა ქალბატონი წულუკიანე ვიღაცებს კითხავს, ხო, დაკითხვებზე იბარებს. ჩვენმა პროფკავშირმა შეისწავლა გელათში მიმდინარე პროცესები, მანამდეც დაიწყო პრობლემები გელათში მოიხსენებათ, მაგრამ მისი მინისტრობისას იკვეთებოდა სამოხელეო დანაშაულის ნიშნები. ჩვენ ვართ მეცნიერები და სახელმწიფოს გვქონდა მოთხოვნა, ჩვენ უსამართლოდ დაგვჩაგრეს. ვიღაცებს შეიძლება ემოციურად უძლებენ, მაგრამ როდესაც ხდება ადამიანებზე ზეწოლა, დაშინება, მუქარა, არ ვიცი, ძალიან სერიოზული დაშინების და სტრესის ქვეშ იყვნენ ადამიანები. პასუხი ამაზე არავის არ უგია. ვინ უნდა დაისაჯონ, ვის უნდა მოთხოვონ პასუხი საკუთარ თავს. ეს უბრალოდ პროფესიონალების
ლიკვიდაცია. ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე თეატრულოკიანის რეფორმას აფასებს. აი როგორც თქვა, რა ვიცი, სამედიცინო სფეროში არის, რომ მარტო დიპლომი არ ყოფნის, აქ არის ძალიან დიდი პრაქტიკული ცოდნა საჭირო, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდე. ესეთივე სფეროა არქეოლოგიაც, ხელოვნებაცოდნეობაც, რესტავრაცია და ასე შემდეგ. შესაბამისად, იმ ხალხის გაშვება ეგნიშნავს იმ სფეროს განადგურებას. მაგდენს ვერ ვიტყვით, რომ ეხა იმდენი ჭკუა არა აქვთ რომელიმეს, რომ ვერ ხვდებოდნენ შედეგებს. ძალიან კარგად ხვდებიან. ანუ აი ის ცნობილი სახარებისეული ფრაზა, რომ მათ არ იციან რას ჩადიან და ამიტომ უნდა მიეტევოთ, არა, მათ ძალიან კარგად იციან რას ჩადიან. სრული შეგნებით ჩადიან ამას, სრულიად მიზანმიმართულ ბოროტმოქმედებასთან გვაქვს საქმე. ჩვენი ძალა არის დაუმორჩილებლობაში აი ამ ბოროტებასთან, რასაც ხედავთ, ჩვენი ძალა არის არ თანამშრომლობა ამ ყველაფერთან.